მოგესალმებით, მე გახლავართ თამარ-წულაძე. დღეს ჩვენ სტუმრებთან ერთად განვიხილავთ თანამედროვე სოციალურ ურთიერთობებს. ჩვენი გადაცემა მზადდება პროექტის ფარგლებში სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაძლიერება ახალგაზრდებში, აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მხარდაჭერით. ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან ფილოსოფოსი ბატონი გიორგი მასალკინი და სტუდენტი ბატონი გოდერძი პაქსაძე. პირველ რიგში მინდა მადლობა მოგახსენოთ იმისათვის, რომ მობრძანდით და პირველი კითხვით გადმოვალთ თქვენთან ბატონო გიორგი. ახდენს თუ არა უარყოფითზე გავლენას ვირტუალური ურთიერთობები ადამიანის პიროვნებას? შეკითხვა იმდენად დიდია და იმდენად ღრმა არის, რომ ამაზე ასე მარტივად პასუხს ვერ გაგცემთ. ეთქვა მთლიანად დისკუსია უნდა დაუთმო ამ პასუხს, იმიტომ რომ ეს ფენომენი, თანამედროვე ტექნოლოგიები, ინტერნეტ სივრცე განსაკუთრებით, თუ რა გავლენას ახდენს ინდივიდზე, სოციუმზე, ეს ჯერ კიდევ ანალიზის საგანია და შეუსწავლელია და ჩემი აზრით ყველაზე იდუმალი ფენომენია თანამედროვე ცივილიზაციის. მე უფრო უარყოფითს ვხედავ, თუმცა აქვს პოტენცია რაღაც ისეთი იდუმალების, ისეთი სიძლიერისა, ისეთი რაღაცისა, რაც კიდევ ერთხელ ვამბობ, პლუსებსაც შეიცავს და ასევე ძალიან საჭიროებს ძალიან ღრმა ანალიზს, ამიტომ ცალსახე პასუხს ვერ გავცემ. პლუსიც არის და მინუსიც. როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია თანამედროვე ახალგაზრდობის მიჯაჭვულობა სოციალურ ქსელებზე? როგორც ყოველთვის მიზეზ და ერთობლიობა. ჯერ ერთი ეს არის ყველაზე დემოკრატიული, ასე ვთქვათ, ურთიერთობის სფერო. აქ შენ არ ყავს ის, ვინც ვთქვათ, გიკაფავს გზას, ანუ პედაგოგი, აი ეს წიგნი წაიკითხე, ან ეს ფილმი ნახე, ეს არხი გადართე. არა, აქ შენ შედიხარ ინფორმაციაში, რომელსაც ოკეანი არის ინფორმაციაში და აქ შენ ხარ ერთი ერთზე, აი ამ ოკეანთან. შენ შეგიძლია ნებისმიერი ინფორმაცია ნახო, ნებისმიერ საიტში შეხვიდე, ანუ სრული დემოკრატიულობა, შემდეგ აქ ემატება ანონიმურობა, როცა შენ მაგალითად იგივე სოციალურ ქსელებში ხარ, შენ შეგიძლია დარჩი ანონიმური და ანონიმურად დაუკავშირდე მთელ სამყაროს. და არის კიდევ ერთი მომენტი, თუ დრო დამჭირვა, მე ამაზეც მინდა ვისაუბრო, ინტერნეტ სივრცე, კერძოდ სოციალური ქსელები გახდა კარგი საშუალება შენი ამბიციების რეალიზაციისა. ანუ ეს არის ის ვირტუალური სამყარო, სადაც შენ შეიძლება იყო ისეთი, როგორც არ ხარ სინამდვილეში. მადლობ. გოდერძი, მაინტერესებს მიგაჩნიათ თუ არა, რომ ვირტუალური სოციალური ქსელები კომუნიკაციას აიოლებენ? რა თქმა უნდა, ვეთანხმები ამ მოსაზრებას, იმიტომ რომ აი სოციალური ქსელების საშუალებით ჩვენ შეგვიძლია უფრო ადვილად ჩავწდეს სხვადასხვა ინფორმაციებს, მივიღოთ ახალი ინფორმაციები სოფლიოს გლობალურ თემებზე. აიოლებს, რა თქმა უნდა, კომუნიკაციას თვითონ ახლობელ ადამიანებთან, მეგობრებთან და ისეთ სიტუაციასთვის, რომ ჩვენ შეგვიძლია უფრო მოკლე დროში მივიღოთ უკეთესად ინფორმაციები. ბატონო გიორგი, როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ვირტუალური ურთიერთობები ანტისოციალურობის ხელშემწყობი ფაქტორი? გარკვეულად კი. ბოლომდე მე ძალიან ბევრი ძველი ნაცნობი მეგობარი აღმოვაჩინე სოციალური ქსელების მეშვეობით და ეს ძალიან მახარებს. საოცარი საშუალებაა მართლაც პიროვნების მოპოვებისა და იმ ადამიანების პოვნისა, რომელიც იზიარებენ შენ ინტერესებს, შენ ხობის და ასე შემდეგ. მაგრამ ჯერ კიდევ უცხოეთში ყოფნისას შევამჩნიე, რომ რატომღაც ეს უცხოელები ძალიან ბევრს ლაპარაკობენ ტელეფონით, განსაკუთრებით ამერიკელები. ზოგჯერ ბრიდა კიდევაც. მე მივხვდი რა შეასაქმე. იმდენად ნაკლებად არის ეს სოციალური უშუალო, ცოცხალი ურთიერთობები, ამას წვრიდა ტელეფონი. როცა შენ ინტერნეტში ხარ, ესე იგი იგივეა, შენ შეგიძლია ურთიერთობა ძალიან ბევრ ადამიანთან გაშალო, ანონიმური, მაგრამ უშუალო შეხება ამ ადამიანთან არ გაქვს. ანუ აიოლებს სოციალურ გამაში გეთახმები, მაგრამ ამავე დროს შეაქვს ამ ურთიერთობებში ეს ვირტუალური გაზომილება, ანუ მე შენთან მეგობრობ, მაგრამ ვირტუალურად. მაგალითად, მე მყავს Facebook-ზე 5000 მეგობარი. ბუნებრივია, აქედან მე ვიცნობ მხოლოდ რამდენიმეს. გოდერძი, თქვენ რომ აუშუალოდ გიწევთ თანამედროვე ახალგაზრდებთან, ესე ვთქვათ, კონტაქტი. თქვენი მეგობრები რომელ გზას ამჯობინებენ, რეალურ ურთიერთობას და ვირტუალურ? რა თქმა უნდა, უფრო ახლო მეგობრებთან ჩვენ რეალურ ურთიერთობაში შევდივართ, მაგრამ ინტენსიურად ვიყენებთ ამ ვირტუალურ ურთიერთობებს. მე ვფიქრობ, რომ ვირტუალური ურთიერთობების საშუალებით ადამიანი უფრო
თვითნებური, უფრო თავდაჯერებული ხდება იმისათვის, რომ ეს რეალურ ცხოვრებაში გადავიტანოთ და შემდეგ განახორციელოთ, შესაბამისად. ანუ და მოსაზრება. გიორგი, უქმნის თუ არა საფრთხეს ვირტუალური ურთიერთობები პირად ურთიერთობებს, როგორ? მესიჯები ხო ყველას დაგვიწერია. ანუ მოკლე დროში შემდა დაწერო რაღაც ნიშნავანი გზავნილი. ანუ ჩამოყალიბდა სპეციალური მესიჯური ენა, ხო, რაღაც პაროლები, რაღაც კრიპტოგრამა, რაღაც შიფრი. ჩვენ ისედაც ამ კლიპებით, ცხოვრების ტემპით, ჩვენ ასე იგი, ისედაც ასეთ დინამიურ კალეიდოსკოპურ დროში ვცხოვრობ და კალეიდოსკოპური ცნობიერება გვიმუშავდება და პლუს ამას ემატება ეს მესიჯობანა, რომელიც ასევე მოითხოვს რას, იცით რომ შენ მაგალითად წერილს კი არ წერ, როგორც წელდნენ მე-19 საუკუნეში, მე-20 საუკუნეში ეპისტოლარული ჟანრი. შენ უკვე წერ ძალიან მოკლედ, მაგრამ ეს არ არის ის რაც შეიძლება დიდი აზრი ჩაიგდოს, გესმით? ანუ ჩემი აზრით შენ ახლა ახალგაზრდა ძირითადად დადებიძე მე მივაქციე ყურადღება დადებიძე საუბრობს მე უფრო უარყოფით იმიტომ რომ მე უკვე ზრდილი ადამიანი ვარ უკვე ასაკოვანი და მე უფრო ფრთხილი ვარ ამ ურთიერთობაში მე არ ვიცი საბოლოოდ რას გამოიწვევს მე მეშინია ამ ანონიმურობის მე მეშინია რომ ეს ვირტუალურმა გარემომ საბოლოოდ არ ასე ვთქვათ შთანხოს უშუალოდ სოციალური ცოცხალი ურთიერთობები ეს ფიქრობ თუ არა რომ ვირტუალური ურთიერთობები იწვევს გაუცხოებას ადამიანებს შორის. Ну, მე პირადად არ ვეთანხმები ამას, იმიტომ რომ ვირტუალური ურთიერთობები შეიძლება გქონდეს ადამიანთან, მაგრამ ეს იმას არნიშნავს, რომ ჩვენ ვკარგავთ სხვა, ანუ რეალურ ურთიერთობებთან კავშირს, იმიტომ რომ არსებობს ადამიანს თვლი ისეთ უნარის მქონე პიროვნებად, რომელსაც შეუძლია განაზოგადოს ერთმანეთისგან, როგორც ვირტუალური, ისე რეალური ურთიერთობები, ამიტომ შეძლოს ორივეს ერთად განხორციელება. თქვენ ეს სიტყვით იგივე. მე მაგალითად ჩავატარებდი სოციალურ კვლევას თუ მინდა ეს კარგად შევისწავლო ეს საკითხი და იქ ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო რამდენ დროს ატარებ კომპიუტერთან. და თუ მე აღმოჩნდებოდა რომ შენ ატარებ დღეში 6 საათს კომპიუტერთან და დილად გამოუძნებელი მოდიხარ ლექციებზე, ანუ ახლა უფრო სერიოზულად, თუ შენ ბევრ დროს ატარებ კომპიუტერთან, ჩატაობ, მესიჯობ, ინფორმაციას ესო, ეს კი შენ ნაკლები დრო გრჩება უშუალო ურთიერთობებისათვის. და მე უკვე გძნობ თვითონ, მე დამოკიდებული ვარ, დამოკიდებულებას Facebook-ზე ვგზნობ და როგორც ნარკომანი ასევე ვგზნობ ეგრეთ წოდებულ ლომკებს, არ ვიცი ქართულად როა, როდესაც რამდენიმე დღე არ მაქვს კავშირი Facebook-ზე. ამას დაემატა რომ უკვე ტელეფონიც პრაქტიკულად იმავე როლს ასრულებს. ანუ საერთოდ ჩვენ ვიცხოვრებთ კედელზეც იქნება, ყველგან გაჩერებაზეც Facebook-ი. ანუ ჩვენ რას მოგვიტანს ეს? მე წუწუნი არ მიყვარს, იმიტომ რომ წიგნიც მოგდა, მე კინოც მოგდა, ახლა ტელევიზიაც მოგდება და ჩვენ გადავდივართ სხვა უკვე 3D გარემოში, 9D გარემოში, ვირტუალურ გარემოში და თუ ჩვენ მზად ვართ ამისათვის, მე გულისხმობ ზნეობრივად, ცნობიერად, რომ ეს არის ვირტუალური, მაგრამ არის კიდევ რეალური, მაშინ ეს არ მოგვიტანს დიდ სიტყვებს, მაგრამ თუ ჩვენ არ ვიქნებით მზად, თუ ჩვენ ასე ვთქვათ, სულის სავის გარეშე ჩავხდებით ამ ოკეანეში. მაშინ მე მეშინია რომ ჩვენ ჩავიძიროთ. გახსოვთ ფილმი დაკარგულები თარგმანში. აი რაღაც დაკარგულები ვირტუალობაში მეშინია ამის დაგვემართ. მადლობ. გადავიდე. მაინტერესებს, ოდესმე გაგიმართლებიათ თუ არა შენი სიზარმაცე ვირტუალურ ანუ სოციალურ ქსელებში დროის გადარებით. ნუ რა თქმა უნდა, ალბათ ეს შემთხვევა ყველას ქონია, აი ვთქვათ, მithქვამს ხოლმე თქვა ჩემი ძმისთვის, რომ მე 5 წუთით შევალ და გამოვალუცებ რაღაც მაინტერესებს. შეფედი და ვერ გამოხვედი. ხო, აი შედიხარ და ეჯაჭვები ინტერნეტს. თუ არის სხვადასხვა ინფორმაციები, რომელიც გიტაცებს თანდათან. კარგი. მადლობა. ანუ ვირტუალურ სამყაროში არსებული შესაძლებლობები აძლევს თუ არა საშუალებას ინდივიდს გაექცეს პასუხისმგებლობას. ქმნიან თუ არა ვირტუალურ სამყაროში ისინი თავიანთ პატარა სახელმწიფოებს და ქმნიან თუ არა თავს პატარა დიქტატორებად თავისივე შექმნილ პატარა სახელმწიფოებში. აი სწორედ ამაზე ვსაუბრობდი მე. ანონიმურობა და ის სიმამაცე, სითამამე, რომელიც მოაქვს ამ ანონიმურობას. შენ შეგიძლია შექმნა ფსევდო, ასე ვთქვათ, მისამართი Facebook-ში და უშუალოდ გალანძღო რომელიმე სექსუალურ სექსში ადამიანი და ამისათვის არავინ პასუხს არ მოგთხოვს, ხო? ან წესით უნდა მოგთხოვოს, მაგრამ როგორც წესი ეს არ ხდება.
ანუ ეს მათი მაგალითი რომელიც ყოველდღე ხდება, ხო, სხვადასხვა სუქსები და მე ჩვენ იძულებული ვარ წავშალოთ მეგობრებიდან ესა თუ ის პიროვნება. ანუ ეს მომენტი არის. გადაცე, ფიქრობ თუ არა, რომ ვირტუალური ურთიერთობები არის ბევრად უფრო ზედაპირული და სიმყარეს მოკლებული ვიდრე რეალური? ნუ რა თქმა უნდა, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ვირტუალური ადამიანს ვერ ვიცნობთ და ამასთან შეხება არ გვაქვს როგორც ასეთი რეალურად. რეალური ურთიერთობიდან გამომდინარე ურთიერთობები უფრო მყარი არის, იმიტომ ჩვენ ვიცნობ ადამიანს თავის აქციას, თავის წარმომადგენლობას. რავი, ალბათ ხო, ეთანხმები ამას. რაზე გამიშთა იცით? წიგნის ხო ვირტუალური გარემოა და კინოს ვირტუალური გარემოა. წიგნი ხო აშკარად ვირტუალური გარემოა. ჩვენ წარმოვიდგენთ იმას, რაც რაღაც შავი თეთრზე რაღაცები წერია. მაგრამ აქ ამ ეს ვირტუალური გარემოა გაცილებით უფრო ფართოა და ჩვენ აქ არ ყავს ის ვინც გაგვარკვევს. ანუ ჩვენ არ გვაქვს ის რაღაც ცენზურაც ოთი სიტყვა მასშტაბებელი ის გვეტყვის. აი ეს ამ ინფორმაციას გაიცანი ამ არაზე თუ შენ თუ ხარ მომზადებული რომ ეს ოკეანე ინფორმაცია მიიღო და გადაამუშავო, მაშინ კარგია, მაგრამ შეიძლება ჩაიძირო. ესმით, წიგნის ვირტუალური გარემოა, მაგრამ წიგნში ყოველთვის შეყავდა ის ვინც გვეუბნებოდა, წაიკითხე ეს წიგნი, წაიკითხე ის წიგნი, ანუ იყო ყოველთვის ну, როგორ შეიძლება ამ ადამიანს უწოდო? ანუ ინტელექტუალური ბარიერი, ხო? ბატონო გზამკვლევი, ხო? გზამკვლევი იყო ყოველთვის. და ინტერნეტში შეხვა ერთ-ერთზე ხარ, შეხვა არავინ არ გიგო შენ აკეთებ რა შეგეთე. იმ საიტზე არ შეხვიდე, ეს თამაში არ ითამაშო, ის თამაში არ ითამაშო. შენს გადაწყვეტილება. აი, აქ არის ცოტა საშიშროება. ბარბარიზაციას არ იწვევდეს, ხელახალ ბარბარიზაციას არ იწვევდეს. თქვენი აზრით არის მზად ქართული საზოგადოება სოციალური ქსელების აქტიური მოხმარებისათვის? ამისი მხოლოდ ქართული გაინტერესებს? ხო, საერთოდ ქართველები ძალიან ტექნოლოგიურად განვითარებული ხალხია, მე შემამჩნიე, ძალიან ადვილად ითვისებენ ყველა ტექნოლოგიურ სიახლეს. სამწუხაროდ ითვისებენ და არა ქმნიან. არა ქმნიან. ხო, რამდენად მზად არიან, მე არ გამოვყოფდით ცალკე კატეგორიად ქართველ ხალხს, როგორც დანარჩენი სამყარო, ნაწილობრივ მზად ვართ, მაგრამ სანამ მაღალი კულტურის დონე არ იქნება, ისეთ საზოგადოებაში ვირტუალური სამყარო შეუძლია ბევრი ცუდი რამ მოიტანოს. რადგან დიდ კულტურულ მიღწევებს ვერ ხედავ სამწუხაროდ ჩემს ირგვლივ და ბოლო დროს საერთოდ ცივილიზაციას მოხელახალი ბარბარიზაცია, ამიტომ მე ცოტა ასე ვთქვათ სიფრთხილით ვეკიდები. უпростоრად მე მინდა უფრო მეტი შევისწავლო ეს, რომ მე მინდა ძალიან დიდი კონფერენცია ჩატარდეს, რომ ვისაუბროთ, მოვისმინო სპეციალისტებს, მოვისმინო ამ დარგის სპეციალისტებს და ერთად ფილოსოფოსებს, რომლებიც კომუნიკაციებში მუშაობენ. ფრანგი საფრანგეთში არის ძალიან ძლიერი სკოლა და ყველამ ერთად რაღაც ნაბიჯები გადავდგათ, რომ მივხვდეთ უფრო მომზადებულად შევხვდეთ 21 საუკუნის მთავარ გამოწვევას ჩემი აზრით. ძირითადად რისთვის იყენებთ თქვენ და თქვენი მეგობრები სოციალურ ქსელებს? ახლა როგორც ასეთი ახალგაზრდული ტენდენციიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ახალგაზრდები იყენებენ ამ სოციალურ ქსელებს უფრო ურთიერთობისთვის, ერთმანეთთან კონტაქტის დასამყარებლად. ასევე ხშირად მიწევს მეტ პირადად ინფორმაციების მოძიება ინტერნეტის საშუალებით, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ეს ინფორმაციები არ ამყარია, ანუ არ არის ისეთ საფუძვლები, რომ თქვათ ამ ინფორმაციას ვერ დაეყნობი ბოლომდე. და კიდევ მაინტერესებს, ძირითადად ვისთან ახდენთ კომუნიკაციას, ნაცნობ ადამიანებთან თუ უცნობ ადამიანებთან? რა თქმა უნდა, ძირითადად ლოგიკურად გამომდინარეობს ის, რომ უფრო ნაცნობ, უფრო ახლო ადამიანებთან ვამყარებ ურთიერთობას, მაგრამ არის საშუალებები ამის და ჩემი სურვილიც, რომ თქვათ გავიცნო უფრო ბევრი ადამიანი, რომლებთანაც დავამყარებ კონტაქტს, შესაბამისი მიზნებიდან გამომდინარე, ანუ მიზანსაც გააჩნიან. ახლა გამახსენდა, მარტო მე ვიცნობ ოჯახს, რომელიც ასე ვთქვათ, შეიქმნა ოჯახები ინტერნეტის მეშვეობით. ძალიან საინტერესოა. და როგორ ფიქრობთ, ასეთი კავშირი რამდენად მყარი და მისაღებია? სხვადასხვა საკმაოდ მყარია. რატო იცით, ეს კომუნიკაციის დროს კი ბუნებრივია შენ ცდილობ გამოჩნდე უკეთესი ვიდრე ხარ, მაგრამ სანამდე შეიძლება ითამაშო, ხო? ფიქრობ ამას თავის დადებითი მხარეც აქვს, რომ ჯონი დეპის სურათს ხო ვერ დადებ შენ სურათის მაგივრად, ანუ ბოლოს სახეს გამოჩნდება შენი, ანუ ადამიანები ცვლიან ინფორმაციას და ხდებიან ერთმანეთის ფასეულობებს, რამდენად თავსებადია. ამიტომ ეს ახალი სიტყვაა, სხვათა შორის ესეც შესასწავლია. საქართველოში რამდენმა წყვილმა, სწორედ აი ამ ასე დაამყარა ურთიერთობა. საინტერესო სტატისტიკური მონაცემები. საინტერესოა. არის თუ არა ვირტუალური საუბრები მართლაც ადამიანებისთვის თავის გამოხატვის საშუალება? აძლევს თუ არა ვირტუალური ურთიერთობის საშუალებას მათ, რომ დაწიან თავისი შიშები? ნაწილობრივ კი, უფრო კი ვიდრე არა.
მაგრამ ახალი ფობიებიც იქნება ვირტუალურ გარემოში. ანუ ადამიანი შეიძლება იმალება რაღაც ნიღბის უკან, ეს ვირტუალური ნიღაბია და შეიძლება იცხოვროს დიდხანს ამ ვირტუალურ გარემოში ამ ნიღბით, მაგრამ ამავე დროს ნიღაბი ამავე დროს შეიძლება ვირტუალურ გარემომ ხელი შეუწყოს გარკვეული ფობიების არა, პირიქით, რო ძლიოს გარკვეულ ფობიებს. ხო, ну მაგალითად გაიცნოს ვიღაც ადამიანი, მაგალითად მას ეშინია რამე ახალი სივრცის თქვათ გაცნობისა, მაგრამ წინასწარ რომ შეისწავლის გუგლის მნიშვნელობით რა არის ეს სივრცე, მე შეუძლია ამ სივრცეს ეწვიოს. ანუ რაღაც შესვალებები ამ მხრივ არის. ადამიანებს გადმოაქვთ ვირტუალურ სამყაროში მოპოვებული თავდაჯერებულობა, შემდეგ რეალურ სამყაროში თუ იწვევს ეს მათი მობილიზაციის თვალსაზრისით რეფერენს? ну რა ვიცი, მე მაგალითად ჩემთვის აი პირდაპირ გეტყვით, ხშირად თვით რეალიზაციის ის არის საშუალება. ანუ მე ვდებ რაღაც პოსტ, მე მომწონს და ჩემი პოსტი იშვიათად ვდებ და მე მომწონს თორსა ბევრი ლაიკი მოდის, ხო? მოდი სიმართლე ვთქვა, მე ვდებ რაღაც სურათს და სურათს ვარდავებ და მინდა რომ ბევრი ლაიკი მივიღოთ. ან მოწონება გინდა დაიმსახუროს სიმპათიები ან საზოგადოება. ესეც მაგრამ ეს ყველაფერი მანიას არის გახდა, ხო? ლაიკების მოყარული და ეს არის ძალიან ლაიკომანია. ლაიკომანია. დიახ, მაგრამ ანუ ჩვენ გარკვეულწილად რაღაც სახის თავდაჯერებულობას ვიპოვებთ ვირტუალურ სამყაროში, მაგრამ მე შემდეგ როგორ ვახედავ ამის გადმოტანას რეალურ სამყაროში? რა მახსენდება ესე თავდაჯერებულობას ეხება პრინციპში ძალიან ვაღიზიანებს რაღაც აღმატებით რომ ყველა წესო დებს რაღაც ჩვეულებრივი ადამიანის სურათი და უცბად რომ მოდის 100 პოსტი რა მშვენიერი ხარ რა ლამაზი ხარ და ტიპი ეთქობა თუნდება რომ ძალიან ბანალური თემად იქცა უკვე ეს მაგრამ მათაც აშილება ესეც რაღაც ქართული მენტალობის შესწავლა შეიძლება ამ კუთხით იცით რომ აი ჩვენ სათეცელებს ვამბობთ პოსტებში ჩვენ სათეცელში ვაკეთებთ აი ეს ახალი თემა სათეცელოს აი ვირტუალურ ნაცნობებთან ესეთი მინაწერები როგორ ხარ რავი შე როგორ ხარ კაი დამთავრდა ხდება იქ მოკითხვა, სხვა რამის თემას არ ეხებიან, ეს სასაცილოა უბრალოდ რა. ანუ სხვა თემას არ განიხილავენ. რა ვიცით სიტყვა, დამთავრდა. ამით შემოიფარგლებია. ხო. ну რა ვიცი, თქვენ რო ჩაატაროთ ცალკე გადაცემა, აი, მითხარით დადებითი. აი ამ კუთხით ვისაუბრებთ ძალიან ბევრს მე და გონდეზზე. თუ ვიტყვით რა ხლა მოდით ასე განვიხილოთ უარყოფითი, შეიძლება გონდეზმა ნაკლებად მე ძალიან ბევრს ვილაპარაკებ. როგორც ყველა სოციალურ ფენომენში აქ არის პლუსები და მინუსები. მაგრამ ну რა ვიცი, ახსიახლეა და ამიტომ მოდით შევეცადოთ მაინც პლუსები ვიპოვოთ. დღესდღეობით საზოგადოების მდგომარეობას როგორ შეაფასებთ? ცოტათი ხომ არ არის ეს ყველაფერი კარგ ჩაკეტილობის გამომწვევი ფაქტორი? დღეს თუ გაუცხოება უფრო მეტია ვიდრე 20 წლის წინ და 40 წლის წინ, ეს არა მარტო ქართული ფენომენია, ეს სამყაროში ასე ხდება, დესოციალიზაცია ადვილი აქვს და რაც უფრო ასე ვთქვათ ცივილურები გავხდებით, მით უფრო ეს გაუცხოების ფენომენი გაძლიერდება. ჩემი აზრით, ის რაზეც თქვენ ეს გვეკითხებით, გარკვეულად ამ გაუცხობას ხელს უწყობს, იმიტომ რომ ჩვენ უფრო და უფრო ვირტუალურები ხდებით ერთმანეთის. როგორც მეზობელი რომ ჩემს გვერდით ცხოვრობდა, მე არ ვიცი მისი გვარი და სახელი, ის ჩემთვის ვირტუალური მეზობელია, ხო? და ბოლოს მაინტერესებს რას ვჩვენებთ იმ ადამიანებს, რომლებიც ვირტუალურ ცხოვრებით ცხოვრობენ? ну, უფრო გემოვნებიანი იყვნენ აი ამ სფეროში, სოციალურ ქსელებში და ინტერნეტ სივრცეში. რომ გემოვნება ყველგან ჩანს, მათ შორის აი ამ სფეროში შევეცადოთ ვიყოთ უფრო გონივრულები და უფრო მწვანეები საკუთარი თავისადმი. და ну წიგნს ნუ დავივიწყებთ, იმიტომ რომ ეს ძალიან პრობლემატიკა. წიგნი ავითარებს პირდაპირ ფიზიოლოგიურად რო გითხრათ, ტვინის სხვა სტრუქტურებს და უჯრედებს, ვიდრე ინტერნეტი. ინტერნეტი მაინც ეს არის იდეოგრამა. ჩვენ ინტერნეტს მაინც უყურებთ. წიგნს ვკითხულობთ, ეს სხვა სფეროა. ხო და დანარჩენი ხო და რა ვიცი, ცოტა ნაკლები დრო დაუთმეთ არაფრის მომცემ თამაშებს ჩემი აზრით. მე ცხოვრებაში არ დამიტმია, 1 საათიც არ დამიტმია თამაშებისთვის. მე ამისათვის დროს ვერ კარგავ, მაგრამ ახალგაზრდებში ცოტა ეს თამაშობანია, ცოტა რატო ახალგაზრდებში ჩემს ასაკში ცოტა მაშინებს. აი ამას ურჩევთ. დიახ, და გოდები თქვენ რას ვჩვენებთ? ну ბევრს არაფერს არ დავამატებ, უბრალოდ სასარგებლოა და კარგი იქნება თუ ახალგაზრდები განსაკუთრებით გამოიყენებენ ან სოციალურ ქსელებს და თვითონ ინტერნეტს უფრო სასარგებლო ინფორმაციის მოსაპოვებლად,
განათლების მისაღებად, რადგან მე ვთვლი, რომ ანუ უარყოფითი შეიძლება ბევრი აქვს, მაგრამ მე ვფიქრობ დღევანდელ ცხოვრებაში 21 საუკუნეში სოციალური ქსელებების გარეშე სამყარო და თვითონ ადამიანი ანუ პარალიზებულ ადამიანს გავს. ძნელია მის გარეშე ყოფნა. დიდი მადლობა რომ დრო დაგვითმეთ და მოგზავნით. დღეს ჩვენი გადაცემა ამით დასრულდა. დიდი მადლობა ყველაფერთვის.